მოდი ამოვხსნათ ესეთი ამოცანა. გვაქვს ესეთი პირობა. მოცემულია პარაბოლა y უდრის -3x კვადრატს პლუს 6x და გამოკლებული 4 და გვაინტერესებს აი ამ პარაბოლის წვეროდან იმ წრფემდე მანძილი, რომელიც გადის a-5-ის სამწერტილზე და ამავდროულად პარალელურია b4-2 და c-1-8-ზე გამავალი წრფის. პირველი მოქმედება. მოდი ის ჩვენი წრფემდე მანძილს რო ვეძებთ, ჯერ დავადგინოთ მაგ წრფის დახრის კოეფიციენტი. რადგან ეს ჩვენი წრფე, ჩვენთვის საინტერესო წრფე პარალელურია b და c-ზე გამავალი წრფეების, ესე იგი b და c-ზე რომ წრფე გადის, bc წრფის კოეფიციენტი, დახრის კუთხის კოეფიციენტი და ჩვენი საძიებელი წრფის დახრის კუთხის კოეფიციენტი ერთნაირია. გავიგოთ ახლა კოეფიციენტი. კოეფიციენტი ვიცით რომ ეს არის y2 - y1 შეფარდებული x2 - x1-თან. ანუ ჩვენ შემთხვევაში, რა კი ეს წრფე გადის b და c წერტილებზე, b-ს კოორდინატებს ავიღებთ 4, 2 და c-ს კოორდინატებს -1, -8 და ჩავწერთ, რომ k თურმე ტოლია -8-ს -2 შეფარდებული -1, -4-თან. ეს გამოდის -10 შეფარდებული -5-თან, რაც საბოლოოდ გვაძლევს 2-ს. ესე იგი, ჩვენ რომელ წრფემდე მანძილსაც ვეძებთ, მისი დახრის კუთხის კოეფიციენტი ყოფილა 2. წრივის განტოლება, ვიცით რომ, მოდი მეორე მოქმედებაზე გადავიდეთ, გამოიყურება ასე, დახრის კოეფიციენტი გამრავლებული x და დამატებული b, ხო, b კოეფიციენტი თავისუფალი წევრი. ესე იგი, k ვიცით და ისიც ვიცით, რომ ეს ჩვენი წრფე გადის a-5 3-ზე. ესე იგი, ეს წრფე გადის a-5 3-ზე, რაც იმას ნიშნავს, რომ y-ის როლში უნდა ჩავსვათ 3, x-ის როლში უნდა ჩავსვათ -5 და k-ს როლში უნდა ჩავსვათ 2, იმიტომ რომ ეს ჩვენი წრფეები ვიცით, რომ იყო ერთმანეთის პარალელური და k ქონდათ, ესე იგი, ერთნაირი. ანუ 2 გამრავლდება -5-ზე და დაემატება ეს ჩვენთვის უცნობი თავისუფალი წევრი. ანუ b უდრის 3-ს გამოკლებული -10, ხო? ეს გადავა ამისკენ საპირისპირო ნიშნით და b ტოლი გამოგვივა 13-ის. ანუ ჩვენი წრფე, რომლამდე მანძილსაც ვეძებთ, გამოიყურება ასე. 2